სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს უკვე შობის წინა კვირია კი უკვე შობის დღესასწაულს შეუდექით ფაქტიურად და ამიტომაც იკითხება შობის საშობაო სახარება უკვე და ეს არის მათეს სახარების დასაწყისი პირველი თავი რომელიც აღწერს ყველაზე მთავარს და იმას რითაც მოწმდებოდა ყველა ვისაც ჰქონდა პრეტენზია რომ ის იყო ქრისტე ისრაელში და ქრისტ გენეალოგია ჩვენ წავიკითხეთ გენეალოგია იესო ქრისტეს წარმოშობა წიგნის შობისა იესო ქრისტესი ასე იწყებს მათე მახარებელი და ნახეთ ჩამოთვლის 3-ჯერ 14 თაობას ეს არის სამეფო გენეალოგია იქ ნახსენები ადამიანები ვინც იქ არის მათეს აღწერილი არიან მამამთავრები ჯერ აბრაამიდან იწყებს მამამთავრები ისრაელის და როცა უკვე ღმერთმა მეფე მისცა მათ უკვე დავითი სოლომონი იზკია მანასე სხვა მეფეები და მიდის ეს გენეალოგია იოსებამდე მარიამამდე კი არ მიდის მის დედამდე იოსებამდე და მან შვა ბოლოს ეს იაკობმა შვა იოსები ქმარი მარიამისი რომლისაგან იშვა იესო ქრისტე ხო იოსებამდე რატო იმიტომ რომ ის ხო ხორციელად იოსების შვილი არ იყო უფალი მაგრამ იურიდიულად ის იყო მისი მამა რეშ ტაძარში სადაც მათი ასე ვთქვათ საბუთები იყო ითვლებოდა იურიდიულად ის იყო იოსების სახლის შვილი ის იყო მისი შვილი თუ კაცი აღიარებდა ვინმე შვილად ის ითვლებოდა მისი შვილი როგორც მისი შვილი ჩვენ ვიცით რომ ის სული წმინდისგან იყო შობილი ქალწულისაგან მაგრამ იოსების შვილად ითვლებოდა რადგან იოსები რადგან სამეფო შტოდან იყო დავითის შთაომავალი იყო მისი ოჯახის შვილს ანუ მის შვილს მისი ოჯახიდან უფლება ჰქონდა რომ ყოფილიყო მეფე ესმით ეს არის ერთ-ერთი მთავარი საბუთი იმისა რომ ქრისტე იყო აღთქმული მესია რატომ უყურეთ იმათეს სახარება დაიწერა როდის სანამ ტაძარი დაინგრეოდა სანამ იერუსალიმის ტაძარი დაინგრეოდა 70 წელს მათემ მანამდე დაწერა სახარება ეს არის ეს გვაჩვენებს იმას ჩვენ რომ შეუძლებელია ტყუილი დაეწერა მათეს რომ დაეწერა ის რომ ტაძარში ხომ შეეძლოდეს შეემოწმებინან და მათეს რომ დაეწერა რომ იესო დავითის შთაომავალია მაგრამ არ ყოფილიყო ის დავითის შტოდან ამის ხილება ძალიან ადვილი იქნებოდა ხო იუდეელი იმ წუთში ტაძარში მივიდოდნენ ნახავდნენ და ამხედრდნენ მათ იცოდნენ რომ იესო დავითის შტოდან იყო მაგრამ არა მარტო მამამისი იოსები მამობილი მისი იოსები არამედ მარიამი დედამისი ისიც დავითის შტოდანი ისიც სამეფო შტოდანი ორივე მხრიდან მას ჰქონდა უფლება რომ ყოფილიყო ისრაელის მეფე და რატომ მათ რატო იწყებს ამ გენეალოგიით სამეფო გენეალოგიით იმიტომ რომ ისრაელის მეფე იყო იესო ქრისტე მათ უნდა ის მიეღოთ როგორც მეუფე ზეციდან მოსული მეფე და ამიტომაც მას უნდა ქონოდა სამეფო გენეალოგია მაგრამ საინტერესო იცით რა არის ჩვენაც ადრეც გვეთქვამს კიდევ გავიმეოროთ რომ მათე მახარებელი აი როგორი სული წმინდა როგორ განახოს მათე მახარებელი არ ერიდება ამ გენეალოგიაში რომ ძალიან ცოდვილი მეფეები ყავს ნახსენები ძალიან ცოდვილები ურწმუნოებიც კი იყვნენ ის მეფეები ნახსენები ყავს 4 ქალი რომლებიც 2 მათგანი იუდეველიც არ იყო სხვა ტომელი იყო და მათი 2-ის მათგან ცხოვრება ძალიან ესე თქვათ არაწმინდათა ჭი შეიძლება ჩაათვალო. ერთი მეძავიც კი ერთ-ერთი. რახაბი. ესმით, მაგრამ ამას არ ერიდება მათე რომ დაეწერა, იმიტომ რომ თვითონ ისრაელსაც დაენახა რომ თვით მესიის გენეალოგიაში როგორი ცუდი მდგომარეობა, როგორ უჭირს ისრაელს, როგორ სჭირდება მას მხსნელი, როგორი დაცემულია თვით ქრისტეს გენეალოგიაც კი. ამიტომ წერს სიმართლეს რა მდგომარეობაში იმყოფება ისრაელი. და შემდეგ როცა მიდის ქრისტემდე ამ გენეალოგიას ისე იწყებს მათე რომ წიგნის შობისა იესო ქრისტესი ძისა დავითისა
ძისა აბრაამისა. ორ მთავარ პიროვნებას ახსენებს აბრაამს და დავითს. და შემდეგ, როდესაც იოსებმა ნახა რომ მარიამი უკაცრავად ჩემი ხმისთვის რაღაც ხმა გამებზარა ავადმყოფობის გამო, როცა იოსებმა ნახა რომ მარიამი ორსულად არის, შეწუხდა და იფიქრა რომ გაუშვას ცოლი ოღონდ ჩუმად. ესეთი კარგი ადამიანი როგორც ჩანს იოსები და არ უნდა მარიამის ასე თქვათ საქვეყნოდ თქმა ამისი და ფიქრობს რომ გაუშვას მარიამი ჩუმად და მას ანგელოზი ეცხადება და ეუბნება რომ ნუ გეშინია ის ვინც მისგან მასში არის ის სულიწმინდისგან არის შობს ძეს და უწოდებს სახელს მას იესოს ჩვენ ისიც მაგრამ ვინც არ იცის მათ გასაგებ ნახეთ რადგან ეწოდებს მას სახელს იესოს რადგან ის იხსნის თავის ხალხს მისი ცოდვებისაგან ხო ნახეთ ანგელოზი ამას ეუბნება იესაია წინასწარმეტყველთან წერია ნახეთ ეს არის ისაიას მე-12 თავი შენიტყვი იმ დღეს ისრაელს ეუბნება ღმერთი ეუბნება ისრაელს შენიტყვი იმ დღეს რომელ დღეს აი ზუსტად როდესაც ქრისტე იშვება იმ დღეს როცა მესია როცა მოვა შენთან შენიტყვი გმადლობ უფალო რომ განმირისხდი და რომ დაცხრა შენი რისხვა და კვლავ მანუგეში მადლობას გადაუხდი ღმერთს რომ მიუხედავად იმისა რომ განრისხებული იყავი ღმერთო მაინც მომევლინე მხსნელი აჰა ღმერთია ჩემი ხსნა მისი იმედი მაქვს და არ მეშინია და ებრაულში საინტერესო რა არის ღმერთია ჩემი ხსნა წერია ერთი სიტყვა რა სიტყვა როგორ გონია იეშუა ღმერთია ჩემი ხსნა წერია სიტყვა იეშუა ვის ერქვა იეშუა იესო ქრისტეს და დედამის მამობილსაც იოსებსაც და ლუკა მახარებელთან არის პირველ თავში დედამისაც ეუბნება ანგელოზი რომ უწოდებთ მას იეშუას ანუ ის ვინც ისაიამ თქვა რომ ის არის ჩემი ხსნა მისი სახელი ანუ როგორც კაცის სახელი იქნება იეშუა ეს იეშუა და იეშუა ოდნავ განსხვავდება გამოთქმაში ოდნავ ერთი ასოთი მაგრამ ერთი და იგივეს ნიშნავს იეშუაც ნიშნავს ხსნა ღმერთისგან არის და ღმერთია ჩემი ხსნაც იეშუა ამას ნიშნავს გესმით და აი სახელიც კი რაც ანგელოზმა ღმერთისგან გაუცხადა მის მამობილსაც და მის დედასაც მარიამს იყო ეს რომ ღმერთია ჩემი ხსნა და ეს მოხდება იმიტომ რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული აჰა ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და ეთქმევა მას იმანუელი ნიშნავს ჩვენთანა ღმერთი ესეც ძველი აღთქმიდან არის როდესაც იუდა სამეფოს იუდა სამეფოს სამფრთაც იერუსალიმი იყო როცა იუდა სამეფოს განადგურება ემუქრებოდა ჩრდილოეთიდან მაშინ შეშინებული იყო ძალიან ხალხი და ღმერთმა ისაიას პირით მათ გამოუცხადა ნუ გეშინიათ ჯერ კიდევ უნდა ისრაელი და იუდა უნდა მოესწროს იმას რომ ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და იმანუელი ჩვენთან არის მოდი ამ ომის ნუ გეშინიათ ეს ომი თქვენ ვერ გაგანადგურებთ ჯერ უნდა აღსრულდეს ის რომ ქალწულმა შვას მესია იესო ქრისტე და ის იქნება ხსნა ჩვენი ხალხის და იოსებმა გამოიღვიძა ძილისგან და წაიყვანა თავის ცოლი და არ უცუნია იგი არ მიყარებია მას სანამ არ შვა მან პირმშო ანუ პირველი ვაჟი პირველი შვილი და უწოდეს სახელი მისი იესო ანუ იეშუა ღმერთია ჩემი ხსნა ეს არის ქრისტეს სამეფო გენეალოგია და მათე ამას იმიტომ წერს რომ მათეს სახარება რას ეძღვნება ჩვენ ხო ვიცით რომ 4-ვე სახარება ქრისტეს ერთ სახეს გვიჩვენებს მათე გვიჩვენებს მას როგორც ისრაელის მეფეს მარკოზი გვიჩვენებს მას როგორც მსახურს ისრაელის მსახურს ლუკა გვიჩვენებს მას როგორც ადამიანს და იოანე როგორც ღმერთს იოანესთან როგორ ქრისტეს ღვთაებრიობას ყველაზე მეტად ხედავთ მაგრამ მათესთან მეფე ისრაელის მეფე ეს არის ქრისტეს გენეალოგიის ნაწყვეტი მათეს სახარებიდან
ჩვენთან არსებობს. არც დაიგოს.